ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს ჯულიუს ბაიერს სასამართლოში უჩივის. განცხადება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა ლაშა კალვანდაძემ გაავრცელა. მაშინ თქვა მე რომ სამართლებრივი დავა ეხება ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. განცხადებაში წერია რომ ჯულიუს ბაიერმა მათი საბანკო ანგარიშები ფაქტობრივად ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა. განცხადებაში ხაზგასმულია სხვადასხვა საკითხი, რაც ბიძინა ივანიშვილს უქმნის წინაპირობას ჩათვალოს, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს. შოთა ფალავანდიშვილი უფრო დეტალურად მოგვიყვება რაზეა საუბარი ადვოკატის წერილში, ის კურიერს უერთდება, შოთა გისმენთ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილში საკმაოდ ბევრი საკითხი არის მიმოხილული, მათ შორის საუბარია შვეიცარიულ ბანკ ჯულიუს ბაიერზე, რომელიც სავარაუდოდ მისი მტკიცებით საეჭვო მოქმედებებში არის შემჩნეული. თავიდან წერილი იწყება კრედიტ სვისთან დაკავშირებული ისტორიით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია სასამართლოში უჩივის. მაგალითად, კრედიტ სვისის ტრასტებს ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოუგო სამივე ინსტანციის სასამართლო სინგაპურში, ბერმუდაში კი ორი ინსტანციის შემდეგ ერთი ინსტანციაა დარჩენილი და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ეს სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ დასრულდება. რაც შეეხება ჯულიუს ბაიერს, აქ ის თანხები აღმოჩნდა, რომელიც კრედიტ სვისიდან იქნა გადატანილი, რაც გადარჩა, ასე ვთქვათ, სასამართლო დავის დაწყებამდე და ისინი განაწილებული იყო ეგრეთ წოდებულ ჰეჯ ფონდებში, რომელიც საინვესტიციო ფონდებია. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ჯულიუს ბაიერი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შეწყვიტეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის არ აწვდიდნენ ზუსტ ინფორმაციას მათ ბენეფიციარს, რაზეც გარკვეულწილად მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ასე ვთქვათ, გაფრთხილება, რომ საქმე წავიდოდა სასამართლოში, რის შემდეგაც ნაწილობრივ გამოსწორდა ეს პროცესი, თუმცა როგორც წერილში ვკითხულობთ, ვადებში მაინც შემცირდა, ზოგადად ვადებში იყო გაწერილი ეს ყველაფერი და პროცესი არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც რეალურად ბანკსა და კლიენტ შორის ნორმალურ პირობებში ხორციელდება. კრედიტ სუისის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ჯულიუს ბაიერში, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ ჯულიუს ბაიერი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის განმავლობაში ჯულიუს ბაიერი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს. ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისაგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯულიუს ბაიერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, ჯულიუს ბაიერმა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. ჯულიუს ბაიერი არის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდებიდან მიერ ვალდებულებების დროულად შესრულებაზე. ჯულიუს ბაიერი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თulis რომ ჯულიუს ბაიერი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, საზიანოდ, ურთიერთობა გაუარეს და სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჯულიუს ბაიერმა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ, ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. არადა როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.
კიდევ ერთი გაურკვევლობა ბიძინა ივანიშვილისა და ჯულიუს ბაერის ურთიერთობაში გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციების შესახებ გახდა ცნობილი. საზოგადოებისთვის 2024 წლის დეკემბერში, როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ჯულიუს ბაერმა მათ საკუთარი აზრით დაუქვემდებარა მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა სწორედ სანქციებს, რაც კანონიერად არ არის მართებული და ამავდროულად ახსენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობა, რაც ამავდროულად ცდება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ ამ ყველაფერს უკავშირებს მის პოლიტიკურ საქმიანობას და მორიგ შანტაჟის მცდელობას, რასთან დაკავშირებითაც სამომავლოდ საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის გაგრძელებას აპირებს. 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჯულიუს ბაერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაიხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისათვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის გაუქმების მიზანშეწონილობა ჯულიუს ბაერის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. ჯულიუს ბაერს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული და ბოლოს ჯულიუს ბაერმა ბენეფიციარების აზრით არასწორად უფრო სათავისოდ განმარტა ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ეგრეთ წოდებული ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. ზემო აღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილის წინაპირობას ჩათვალოს და იფიქროს, რომ ჯულიუს ბაერის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და ჯულიუს ბაერიც ამა თუ იმ ფორმით ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები ჯულიუს ბაერის წინააღმდეგ, ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს მალევე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი და რეალურად, როგორც კრედიტ სუისის შემთხვევაში, ახლად საქმე გვაქვს ორ ბიზნეს სუბიექტს შორის დავასთან. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება კრედიტ სუისის შემდეგ უკვე ჯულიუს ბაერის მიერ დაშვებული შეცდომები, მათი აზრით deep state-ის ხსენება, ეგრეთ წოდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო მორიგი ნაბიჯი იმისათვის, რომ გარკვეულ ძალებს მოეხდინათ ზეგავლენა კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკზე და მისი რეპუტაციულად დაზიანებაც დაეწყოთ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიუხედავად შანტაჟის არაერთი მცდელობისაა, გამორიცხულია ქართული ოცნების დამფუძნებელზე ამან ზეგავლენა მოახდინოს და ბიძინა ივანიშვილმა რაიმე სახით სახელმწიფოებრივი ინტერესები დათმოს. სავარაუდოდ ჩვენ კიდევ ერთი ნაწილი გველოდება იმ საგის, როგორ იცავს თავგამოდებით საკუთარ აქტივებს ივანიშვილი. თუ რაიმე კერძო დავა აქვს ამ ადამიანს, სახელმწიფო ინსტიტუტებს თავი დაანებოს და თავის დავას კერძოდ მიხედოს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ბიძინამ ისაუბრა deep state-ზე, უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში და გაშალა ეს თემა და ქართული საზოგადოებისათვის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველოს, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც. ბუნებრივია, რომ აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს. მარტივი ამბავია, ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელსაც თავის ქვეყანა არ გაწირა და ეს პირადი თემა და პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და ყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს და უკვე მას შემდეგ, რაც deep state-ზე დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის განადგურების, მისი რეპუტაციული განადგურების ხარჯზე. მაგრამ რაც არ უნდა შვეიცარიული ბანკები განადგურონ, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ დავიმეორებ. ეს ადამიანი მათ როგორც ჩანს ვერ გაიცნეს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი თავისი სამშობლოსთვის და ეხა ფულით დაშანტაჟება ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს, ვერანაირ ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე თუ ასე შემდეგ ვერ მოიტანს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ტექსტში. საუბარია კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკზე, რომელსაც ადვოკატების აზრით გარკვეული ძალები ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის იყენებენ. სავარაუდოდ ამ საქმესთან დაკავშირებით ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი წარმომადგენლები სამომავლოდ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში იჩივლებენ. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. 6 საათში ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება. ვაშინგტონში -11 გრადუსია, ამიტომ ამერიკის 47 პრეზიდენტი ფიც კაპიტოლიუმის შენობაში დადებს. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ცერემონიის პარალელურად მობილიზებული იქნება 25,000 სამართალდამცველი. ინაუგურაციას დაესწრება შტატების 4 ყოფილი პრეზიდენტი. ასევე კამალა ჰარისი, რომელიც არჩევნებზე ტრამპის კონკურენტი იყო. ინაუგურაციამდე გაიმართა ტრამპის შეხვედრა მხარდამჭერებთან, სადაც არჩეულმა პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას. ხვალ შუა დღისას დასრულდება ამერიკის რამდენიმე წლიანი უკუსვლა. ჩვენ ვიწყებთ ამერიკული სიძლიერისა და კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ დღეს. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში. აღარ ვაპირებთ ამის ატანას. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენ საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ დაუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმის სკოლებში და მოვაშოროთ რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია ჩვენი შეიარაღებული ძალებიდან და მთავრობიდან. ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. ხვალ მზის ჩასვლისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებთ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებთ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ოპონენტების შეცვლილ რიტორიკაზე სოციალურ ქსელში წერს პარლამენტის თავმჯდომარე. ზუსტად იგივე პოლიტიკოსები, ქართველი თუ უცხოელი, იგივე ჟურნალისტები, იგივე NGO-ები, იგივე გულწრფელი ადამიანები დღეს შესციცინებენ ტრამპს და იმავე დამაჯერებელი ტონით ჭორაობენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია, წერს შალვა პაპუაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს. ყველა მისის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეзинფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ პოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. ქართულ ოცნებაში დღეს იხსენებენ, როგორ აკრიტიკებდნენ მათი ოპონენტები დონალდ ტრამპს წინაარჩევნების დროს და როგორ მოიხსენიებდნენ მას რუსეთის ინტერესების გამტარებლად. შეფასებები კეთება ოპოზიციურ პარტიებშიც. მირიან გორგუძე ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში, ის პოლიტიკურ შეფასებებს გაგვაცნობს. მირიან, გისმენთ. ახ მართალ გუნდში იხსენებენ ამ კრიტიკას და ამავე დროს ამბობენ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ასევე ახსოვს კონკრეტულად ის სიტყვები და კრიტიკა, თუ როგორ მოიხსენიებდნენ მათი ოპონენტები ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. რამდენიმე წუთის წინ ამ საკითხზე გააკეთა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მისი შეფასებით მათი ოპონენტები ახლა ცდილობენ, რომ გარკვეულწილად რიტორიკა შეცვალონ, თუმცა მისივე სიტყვებით ისტორიას და საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს, თუ რა ფორმით მოიხსენიებდნენ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამერიკის 47 პრეზიდენტს. ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს, გახსოვთ ალბათ. ხა დღეს მათ რამდენი ვაზელინიც უნდა შეიძინონ და სხვა რამე არ იფიქროთ. თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად არ ეყოფათ არანაირი რაოდენობა, იმიტომ რომ ისტორია ინახავს მათ გამონათქვამეს, მათ შეურაცხყოფას პირდაპირ ტრამპის მისამართით და დღეს რაც უნდა მოლიქმნელობით ცადონ მათი პოზიციების გამოსწორება, ეს სიტყვები, რომელიც მათ აკადრეს, დღეს უკვე ამერიკის
არჩეულ პრეზიდენტს და უკვე უფლებამოსილებაში, რომელიც შევა იმ პრეზიდენტს ისტორიას აქვს შემონახული. და ისინი რაც არ აწყობთ და ვინც არ აწყობთ ყველას და ყველაფერს იძახიან სულს და ასე იქცეოდნენ ასე მდაბიო პიარს აქედან საქართველოს მოვიდნენ იქ ტრამპის წინააღმდეგ და დღეს ეს სიტყვები ძალიან ცუდად ხდება. ბოდიშუხტის საზოგადოებას ამ სიტყვებისათვის აღანაც თქვი მათ აქვს შეტანების მიზანი. მაგრამ ეტენებიან კიდევ ერთხელ უკაცრავად იმ ადამიანს, რომელსაც სასტიკად ვანძღავდნენ თავის დროს. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც და არსებობს განსხვავებული მოსაზრებების, მაგალითად კოალიცია ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს მორალური უფლება ოპონენტები გააკრიტიკოს ამ მიმართულებით, რადგან ერთადერთი ძალა, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ვინც ცდილობს, რომ გააკრიტიკოს და კარი ჩაუკეტოს დასავლელ პარტნიორებს, არის ქართული ოცნება. პარტია საქართველოსთვის კი ამბობენ, რომ ისინი ზოგადად დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კრიტიკის ენით არ საუბრობენ და იმ შემთხვევაში თუ კი მათი კოლეგების მხრიდან არსებობს მსგავსი გამონათქვამები დონალდ ტრამპის მისამართით, ამ შემთხვევაში კოლეგებს პარტია საქართველოს წარმომადგენლები დიპლომატიურ ენას უწოდებენ. ცინიკური არის იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ღია კონფრონტაციაში შევიდა დასავლეთთან, საუბრობს ხვების ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებაზე დასავლურ სამყაროსთან და მის ლიდერებთან სინამდვილეში არსობრივ კონფრონტაციაში, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფების ხშირ გამოყენებაში, თუ ვინმე არის ბრალდებული ამ საქართველოში პოლიტიკურ ხარებს შორის, არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ივანიშვილი. ვისგანაც მოგისმენიათ, იმათ მოგკითხეთ. ჩვენი პარტიისგან მსგავსი შეფასებები არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მათ შორის ამერიკული დემოკრატიული სისტემა და როგორ მუშაობს ის და რომ ასე ვთქვათ წარმოუდგენელია თუ ამ საკითხებში ერკვევი ესეთი ცალსახა შეფასებები გააკეთო. ამიტომ თუ ვინმე ესეთი შეფასება გააკეთა და ეხლა პოზიცია შეცვალა, ეს მხოლოდ არა თანმიმდევრულობაზე და ცოტა პოლიტიკურ სიბეცეზე წვირს. მართლ გუნდში კი აქცენტს აკეთებენ მათი ოპონენტების უნარობაზე, როგორც თავად აცხადებენ და ამბობენ იმას, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში აღარ დარჩა არანაირი რესურსი და ახლა მათი ოპონენტები ცდილობენ, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხარდამჭერებად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. სინამდვილეში კი მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ და იხსენებენ იმ გამონათქვამებს და კრიტიკას, რომელიც უკვე ჩვენმა ტელემაყურებელმა მოისმინა, თუ წლების წინ რა დამოკიდებულება ჰქონდათ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დონალდ ტრამპის მისამართით. ოპოზიცია არის დანგრეული, გაუბედურებული, გაფარჩაკებული. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც ტრამპს პირდაპირ ოლიგარქს ჯამბას უწოდებდნენ, ამის ვიდეო კადრებიც არსებობს, ამის დამადასტურებელი მასალებიც არსებობს. ესენი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, მათ არც ქვეყანა აინტერესებს, მათ უბრალოდ თავიანთი პატრონები ყავთ. ჩვენ ყველას გვახსოვს რა შეფასებები ქონდა გვარამია სალომე ზურაბიშვილის ხელს, მათ შორის ტრამპის პირველ არჩევასთან დაკავშირებით, როგორი პოზიციები ჰქონდათ მისი დამარცხების დროს 2020 წელს, შენ ერთის მხრივ აბრალებ, რომ ის რუსეთის დახმარებით გახდა ამერიკის პრეზიდენტი 2016 წელს, რომ ყველაზე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ამერიკის პრეზიდენტი იყო ისტორიაში და ახლა მას აქებდა და გავიწყდა რა სამუხდი, ამაზე ეს არის სრულიად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველა ძალიან კარგად ახსოვს, მეხსიერება არავის მოკლე არ აქვს, ისე როგორც ოპოზიციონერებს ან მათ მხარდაჭერებს აქვთ ხოლმე, ამიტომ დაველოდოთ დღევანდელ ინაუგურაციას და დაველოდოთ უკვე რეალურად საქართველოს ამერიკის პოლიტიკის გადაწყვეტას. სულ რამდენიმე საათში, საღამოს 9 საათისთვის გაიმართება ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. ფიცის დადების შემდეგ უკვე გადაინაცვლებს დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და ის ოფიციალურად შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას. მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძეის პოლიტიკური განცხადებებით გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ტრამპის ინაუგურაციაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ყობახიძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა და დაიწყოს ურთიერთობების გადატვირთვა შტატებთან. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი შეძლებს საკუთარი გეგმის შესრულებას დიპ სტეიტის დამარცხებას, რასაც ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებისთვის.
დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მე მინდა ახალს გავუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ გასული 4 წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, იყო და მიმდინარეობს კლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში ომი, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა 4 წლის განმავლობაში, ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. ასე მსხორად მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა ისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის Deep State-ის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა Deep State-თან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მსალობა, რომ გსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე შიდაპოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული. პრემიერის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ირაკლი ყობახიძე შიდა პოლიტიკასა და რადიკალიზმის დასრულებაზე საუბრობს, დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც. ჩვენ ალბათ მეტი გვმართებს ყველას ერთად, რომ საქართველოში ობიექტურობაში და ობიექტურად რეალობაში დავარწმუნოთ ყველა ადამიანი. მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. ჩვენ კი ხისტად ვაკრიტიკებთ არა მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, არამედ იმ ადამიანებსაც კი ამას არ ვერიდებით. ძალიან პიარულად თითქოს წამგებიანი არის, მაგრამ ვინც რუსთაველზე დგას, მათაც ვაკრიტიკებთ ხოლმე ძალიან ხშირად. რატომ იცით? და რატომ ვეძახით ბევრ მათგანს ნაცს? ერთი კითხვა გამოაშკარავებს ყველაფერს. ნაცები არიან თუ არა ეს ადამიანები, ან ნაცები საქმეს აკეთებენ თუ არა ყველაზე მინიმუმ. ნებისმიერ შეგიძლიათ კითხოთ თუ ისინი თეორიულად, პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? მიაღწევენ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები. ვის აძლევენ ხმას, ვის უჭერენ, ვინ უნდათ ხელისუფლებაში? ანუ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? ანუ ნაცის გარდა დღეს არის ვინმე ისეთი, ვინც შეიძლება ქართული ოცნების ნაცვლად ხელისუფლებაში იყოს. გვარამია არ არის ნაცი. გვარამია და მელია არ არიან ნაცები. ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე არ არიან ნაცები. ხაზარაძე არ არის ნაცი და მათი რეკეტიორი არ ყოფილა არადროს და გახარიას არ უღალატია ნაცებთან ქართული ოცნებისათვის. აი ამ პარადოქსული, რომელიც უფრო სწორია, არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას. ანუ ჩვენ და ვიცოდეთ. თუ ვინმე დღეს ითხოვს ახალ არჩევნებს, მათი მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ 300,000 ხმა გაყალბდა. ოღონდ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულებას ვერდებენ. და თუ კი ვინმე ასე უარგუმენტოდ სინამდვილეში ითხოვს ახალ არჩევნებს, ისინი ითხოვენ
უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში. გახარია ნაცი არ არის, ნაცებთან არ გვიღალატა ნაცებთან. ეხლა რაღაც ინციდენტი რომ მოხდა და თავს რო დაესხა თითო სამყაროზე და ამარო პასუხი გაცა და მე გაბრუებული რო იყო წამოწოლილი შუა ქუჩაში. პირველი ვინ დაუსაფრთა ორივე ენაზე ვთქვათ. ვინ დაუსაფრთა, ვინ დაუპაძეშკა და ქართულათაც ვთქვათ. ვინ დაუჭირა მხარი? ნიკა მელიან ვალში იყო ის კაცი და დაუჭირა. პირველი ვინც აღშფოთდა ყველაზე რადიკალური ნაცები იყვნენ. პირველი რო ძალიან გეტკინა გაბანძებული უკაცრავად გახარია და კოალიციები რომ აქვს. გახარია არ არის ნაცი. ასე იძახიან. არა მე ნაცებს კი არ ვჭერ, გახარიას ვჭერ და თაღლითები არიან და იმიტომ ჩვეულებრივი თაღლითობა ნაცების და გახარიას ერთობა ვერ შედგება და დღემდე 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია მათთან. რანაირი ამბავია? ცოლი და ქმარი ერთად რო ცხოვრობდეს და ხელი რო არ კონდეს მოწერი და გვეზიზღება ერთმანეთიო რო იძახდნენ. ოღონდ ღამეს ერთად რო ატარებდნენ. დაახლოებით ეს ვარიანტია. ვისაა დღეს პერსპექტივა რომ ქართული ოცნება კაი დავუშვათ ერთი წამი. ვინ მოგყავს ნაცი, ესე იგი შენ ნაცის საქმეს აკეთებ, ისე რომ შენ გონია რომ ნაცი არ ახარ, ეს მეორე უბედურებაა. გონია რომ ანტინაცი ხარ და ნაცი მოგყავს, რა დაგმართნია მაშინ. მეორე უბედურებაში გაგიყვია, თავი აზრზე არ ახარ, ისე ხარ ნაცი. პატიმრების შეწყალების გამო ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 მსჯავრდებული შეიწყალა. კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს, ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ნაწილს კი პრეტენზია აქვს ინდივიდუალური საქმეების და რისკების შეწავლის ვადებთან დაკავშირებით. კრიტიკა ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელი არსად პრეზიდენტს არ შეუწყალებია წერს არასამთავრობოების ნაწილი. ოპონენტების უკმაყოფილება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ჰუმანური აქტის წინააღმდეგია. ჩვენ ახლა ქეთი ზანთარაია შემოგვიერთდება, ის მხარეების პოზიციებს გაგვაცნობს, გისმენთ ქეთი. ჰუმანური და სწორი ნაბიჯი ასეთი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასება მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მამუკა მდინარაძემ შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა ისიც, რომ პრეზიდენტის წინაშე საკმაოდ ვრცელი სია იყო შესაწყალებელ პატიმართა წარდგენილი, თუმცა პოტენციური რისკების გათვალისწინებით ეს სია დაკორექტირდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 613 პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ლიდერმა დღეს რა თქმა უნდა უპასუხა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც და ერთგვარი გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კრიტიკული არ იყო არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო სექტორი გასულ წლებში სხვა პრეზიდენტების მიერ მიღებულ შეწყალებებთან დაკავშირებით და მამუკა მდინარაძის თქმით ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებებიც კი იყო. პირდაპირ გეტყვით, რომ მიხეილ ყაველაშვილი ბოლო პერიოდში არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა მსჯავრდებული. ყველა წინა შემთხვევა სალომე ზურაბიშვილის, მარგველაშვილის, სააკაშვილის დროს ეს იყო პოლიტიკური და შემთხვევით არ ვამბობ შემდეგ სიტყვებს. თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი გაიხსენონ, თუ როგორ შეიწყალა მაგალითად სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის პოლიციის მკვლელი და ის ხალხი აკრიტიკებს დღეს ყაველაშვილს, რომელსაც ამაზე მაშინ ხმა არ ამოუღია. და მისი შეწყალებები ან პოლიტიკური, მაგალითად მოლოტოვის პოლიციელზე მსროლელი და საკუთარი მამის დამჭრელი ადამიანი, როდესაც შეიწყალა და როგორც გმირი ისე გამოაცხადა, ასევე სხვა სახის შეწყალებები, რომლის უკან უდიდესი ეჭვები იმალებოდა. რა თქმა უნდა, ამაში დამტკიცება სისხლის სამართლებრივი წესით არის ურთულესი რამ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ შეუძლებელია შეწყალება განხორციელდეს გარკვეული კორუფცია, ეს პოლიტიკური კორუფცია იქნება თუ სხვა სახის პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით გარეშე, როდესაც მაგალითად კიდევ ერთხელ გავიმეორებ 22 წლის პოლიციელის მკვლელ სიწყალები. მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, სწორი გადაწყვეტილებით. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიდიოდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა. მათ გონიათ, რომ პრეზიდენტი უნდა ჩაუშვდეს ყველა საქმეს და დეტალურად განიხილოს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ, რასაკეთებს საჯარისწყლობის დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი სხვა უწყებები.
რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვს თითოეულ მათგანთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეცნობა დეტალურად, ინდივიდუალურად ყველა მსჯავრდებთან დაკავშირებით რეკომენდაციას. ოპოზიციის მთავარი კრიტიკა ახლა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილმა არასრული 1 თვის განმავლობაში 613 პატიმრის პირადი საქმის შესწავლა და ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს. პატიმრების შეწყალება როგორც ჰუმანური აქტი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შესაძლებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან, თუმცა არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა როგორც შეძლო 20 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება არის სრულიად წარმოუდგენელი, რაც აჩენს ეჭვებს, უნდა გქონდეს ინფორმაცია, რომელი მუხლების მქონე პატიმრები არიან შეწყალებულები, დადგინდეს, ეს არის მძიმე დანაშაულებები, მიზანშეწონილობა არსებობს თუ არა, რეალურად ჰუმანური აქტია, თუ არის ეს პოლიტიკური გარიგება. ნაკლებად გვაქვს იმის, რა თქმა უნდა, მოლოდინი და წარმოდგენა, რომ მსგავსი ტიპის შეწყალება ემსახურება ჰუმანურ ინტერესებს, ამიტომ მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები გამოშვებულები არიან ციხიდან კონკრეტული, ასე ვთქვათ, რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ ისე ჰუმანური ამნისტიის საჭიროება დგას და პირველ რიგში უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უკანონოდ იხდიან უკვე საშელს და წლების ციხე ემუქრება. ყოველგვარ პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავენ სახელისუფლებო გუნდში და ამბობენ, რომ ოპონენტების განცხადებები არაჰუმანურთან ერთად უკავშირდება იმას, რომ მათი პოზიცია არის პოლიტიკური სპეკულაცია. შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა გადადგა ჰუმანური ნაბიჯი, რასაც მივესალმებით და ჰუმანიზმის გამოვლინება ზოგადად მისასალმებელია და ძალიან კარგი. ეს არის იმ გაფარჩაკებული რადიკალი პოლიტიკოსების განცხადებები, რასაც ვისმენდით ამ დღეების განმავლობაში. ნებისმიერი ჰუმანური აქტი არის მისასალმებელი, თუმცა რატომღაც ჩვენი ოპოზიციისთვის პატიმრების განთავისუფლება არის არაჰუმანური აქტი, არამედ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ასეთი ჰუმანური აქტისთვის, თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილის ფაქტობრივად უკანასკნელი წლების განმავლობაში არ გამოუყენებია ეს მექანიზმი, რამოდენიმე ადამიანს იწყალებდა და ბოლო შეწყალება გახსოვთ, მათ შორის იგივე კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით იყო საუბარი, ამიტომ ასეთი ჰუმანური აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ახალ პრეზიდენტისგან გქონდა საზოგადოებას მოლოდინი, მათ შორის პატიმრებს, მათ ოჯახებს, რომ ის გამოცემდა შეწყალების აქტს და თქვენ იცით, რომ დღეს და ხვალ 613 ადამიანი დატოვებს საპატიმროებს. თქვენ იცით, რომ პატიმრების რაოდენობით ჩვენ ევროპაში ვცდილობთ, რომ ევროპულ სტანდარტს მაქსიმალურად დაუახლოვდეთ და ესეც ერთ-ერთი ამქითკენ გადადგმული ნაბიჯი იყო დამერწმუნეთ, არც ერთი ადამიანი რაიმე პოლიტიკური თუ პარტიული მიზნების გამო არ შეუწყალებია პრეზიდენტს, ყველა შეიწყალა ხოლმე იმის გამო, რომ ისინი საჯელის ზომიდან განდა-ფორმიდან გამომდინარე, პენიტენციალურ სისტემაში ქცევიდან გამომდინარე და მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე იმსახურებდნენ პრეზიდენტის შეწყალებას. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ მასშტაბური შეწყალების აქტი ყველა პოტენციური რისკის გადაზღვის შემდეგ არის მნიშვნელოვანი და ეს არ უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესს და ეს მნიშვნელოვანი არის და აუცილებელი არის სწორედ იმისთვის, რომ პატიმრების რაოდენობით საქართველოს ევროპულ სტანდარტს რაც შეიძლება უფრო მეტად დაუახლოვდეს. მადლობა, ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. შეწყალების აქტის გამოცემის გამო მიხეილ ყაველაშვილს მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე, აცხადებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა შედგა პრეზიდენტსა და სამთავრობო უწყებებს შორის, რაც კარგი მაგალითია და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება პატიმრებთან მიმართებაში. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და მისცა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს
600-ზე მეტი პატიმარი, 613 პატიმარი, მე მინდა მათ უსურვო ყველა სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, რა თქმა უნდა, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავენ მაისში აქციის დროს პარლამენტის რკინის ჯებრის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირები. საბა მეფარიშვილს და ომარ უკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, თუმცა ციხეში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. მეფარიშვილმა და უკრიბელაშვილმა დანაშაული აღიარეს. ეს იყო პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლემ გაითვალისწინა. ჩვენ ახლა საქალაქო სასამართლოს და ნათია მღებრიშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ნათია, როგორ გადანაწილდა სასჯელი, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, უფრო დეტალურად მოვუყევი. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილის სასამართლომ დამნაშავე ცნოდა, მათ 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა საპროცესო შეთანხმების მიხედვით 10 თვის განმავლობაში ისინი სასჯელს მოიხდიან პენტენციურ დაწესებულებაში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ უკვე 1 წლის განმავლობაში ისინი იქნებიან პირობითი მსჯავრის ქვეშ. საპროცესო შეთანხმებას დაეთანხმნენ მსჯავრდებულებიც, რომლებიც დარბაზში სხდომას ესწრებოდნენ და ასევე მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გთხოვთ კიდევ ერთხელ მოგვახსენოთ, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ომარ. ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაბრძანდით არის. საბა თქვენ ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, ომარ? თქვენ შემთხვევაში საბა ხომ არ არის საპროცესო შეთანხმება დადებული წამების, არა ადამიანური დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, დაშინების, მოთხოვების, რაიმე უკანონო ქმედების შედეგი ხომ არ არის საბა? არა. ხომ არ თქვენ შემთხვევაში ადასტურებთ, რომ ბრალის აღიარებაც ნებაყოფლობითია და საპროცესო შეთანხმებასაც ნებაყოფლობით მიაღწიეთ? როგორ მოვიქცეთ საბა, გსურთ რომ დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება თუ გავაგრძელოთ არსებითი კავშირი? გსურთ რომ დამტკიცდეს, თქვენს გსურთ რომ დამტკიცდეს. ომარ ოკრიბელაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილის გექო პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წლით 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი 2 თვე და 12 დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად. საბა მეფარიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილის გექო პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 51 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წლით 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი 2 თვე და 12 დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მიზნით. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს მათ თხოვნას და მსჯავრდებულები 10 თვის ნაცვლად პენტენციურ დაწესებულებას ვადაზე ადრე დატოვებენ. მაპატიეთ, გთხოვთ ყველას ტელევიზიას მადლობას გიხდეთ, ასეთი გვერდში გომიწურა მაპატიეთ რა ემოციები და კომენტარი ვერაფერს მოლაპარაკობ. შეგვიძლია თუნდაც ვადამდე ადრე განთავისუფლების მოთხოვნით მიმართოთ პენტენციურ დაწესებულებას და ამას პენტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იხილავს და ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი მიიღებენ გონიურულ, ღირსეულ და გადაწყვეტილებას. შესაძლებელია ანუ ბრასლეტის სახით, ეგრეთ წოდებული ბრასლეტი. შევეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში შევიტანოთ უკვე პრეზიდენტზე იმ თხოვნით, რომ შეიწყალოს ეს ახალგაზრდები და აღმოჩნდნენ თავისუფლები, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც გახდა საფუძველი მათ მიმართ სახელმწიფოს გაიწია შეღავათი და აღნიშნული პირობით მათ გაუფორმდათ საფრთხის შეთანხმება. ასევე მათ აანაზღაურეს ზიანი და განაცხადეს, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, რაც გახდა საფუძველი.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარეშვილი სამართალდამცველებმა 2024 წლის მაისში დააკავეს. მათ ედავებოდნენ და ედავებიან სხვისი ნივთის დაზიანებას. გამოძიების ინფორმაციით მსჯავრდებულებმა სხვა პირებთან ერთად მიზანმიმართულად დააზიანეს დამცავი ჯებირები, რომელიც განთავსებული იყო პარლამენტის შენობასთან. მადლობა საქალაქო სასამართლოდან ნათია მღებრიშვილი საუბრობდა. აქცია გაიმართა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ადგილზე შეკრებილები იყვნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმელების ნაფუძნებელს, მზია ამაღლებელს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მზია არ იმსახურებს პატიმრობას. ის ვერც მიმალებოდა და ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებდა. გაუსაბუთებელია მისი პატიმრობა. ამიტომ დროულად მოვუწოდებთ პროკურატურას, ქართული ოცნების მთავრობას, რომ შეცვალონ აღკვეთი ღონისძიების ფორმა და შეუხარდონ გირავა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გაიხსნა დღეს მინისტრთა კაბინეტის 2025 წლის პირველი სხდომა. ირაკლი ყობახიძემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის პრემიერმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით ქვეყანამ წელით 9%-იანი ზრდით დაასრულა, ეკონომიკამ 90 მილიარდს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მილიარდ დოლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ დოლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძელოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის. კონკრეტულად ტურიზმის სფეროში ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, ეს იყო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით. შემოსავლება მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით, პირიქით ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს ხარდამჭერებს, არამედ საკუთარ ხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ასე შემდეგ. ამაზე მუშაობენ, არა მარტო ემუქრებიან, მუშაობენ იმისათვის, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოდით, მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოვავალთ. მათგან განსხვავებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლონ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძელოთ, რა თქმა უნდა, მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. დღეს ირაკლი ყობახიძემ სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა აეროპორტისა და ახალი სტადიონის მშენებლობაზე, ასევე საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ცნობილი გახდა, რომ ამ მიზნით შეიქმნება სამთავრობო კომისია. კომისიის მდივანი იქნება გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევანი ზორია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერის მრჩეველი გახდა. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ 4 წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემა უნდა გარდაიქმნას. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ,
არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი. ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს უმაღლეს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. საქართველოს მსოფლიო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. უსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც საცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალო პაპუაშვილი წერს, რომ მსოფლიოში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2 ქვეყანას აქვს. მანამ სანამ ვმოქმედებთ ეროვნული და არაუცხოური ინტერესებით საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით საქართველოს ივლის წინ. ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ და სხვა ხალხების ხელისუფლებას ჩვენეთ ჩავთვლით, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში, წერს შალო პაპუაშვილი. ეს არ იქნებოდა ჩვენ რომ დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა. უკან დაგვეხია ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ესკალაციას. დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის, შეზღუდვას და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა. ავყოლოდით 2022 წლის თებერვალში ომის დაწყებისთანავე ოპოზიციისა და NGO-ების ორგანიზებული აქციის გულწრფელი მონაწილეების მოთხოვნას და წინა 3 პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა. გარემჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხებისთვის, რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა. სამაგიეროდ იქნებოდა ომის რისკი და გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე კოვიდის პანდემიის დროს. ყურებთ კურიერ 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. უამინდობა კახეთში შეზღუდვებია ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო მაგისტრალზე. ყინვის გამო გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი მანქანების გადაადგილება. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომანქანებისთვის, რომელთაც ზამთრის საბურავები აქვთ. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება შეფერხებულია თელავის ზოგიერთ ქუჩაზეც, ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გომბორის უღელტეხილზეა შეზღუდვები დაწესებული, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომობილებით მოძრაობა, თუმცა აქაც ამ გზაზეც საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით ინტენსიურად მუშაობს კონტრაქტორი კომპანია და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში სრულად აღდგება მოძრაობა. რაც შეეხება ქალაქებს კახეთში, ყველაზე მეტი ყინვა და პრობლემები თელავშია ერთადერთი ამ პერიოდისთვის. არ არის აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსების მოძრაობა, თუმცა აქაც დღის მეორე ნახევარში ველოდებით სრულად აღდგენას მოძრაობას. გმირთამოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები გმირთამოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ტროტუარზე ეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო სადენებს გადაიტანენ, ასევე დაწყებულია საგზაო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოწყობა უსაფრთხოების კუნძულები და იხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ეს არის ერთ-ერთი რთული წერტილი და ერთ-ერთი რთული კვანძი დედაქალაქში, სადაც განსაკუთრებით პიკის საათის დროს ჭირდა გადაადგილება. ჩვენ მოგვიწია გარკვეული ობიექტების ბენზინგასამართ სადგურების გამოსყიდვა, მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული პროექტის პარალელში მოხდება გზის გაფართოება და ახლობით 2 თვე დაჭირდება მაქსიმუმ სამუშაოების შესრულებას. პირველი რაც კეთდება ეს არის სანიაღვრე სისტემის მოწყობა. რა თქმა უნდა, კაბელ-არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ყველაფერი მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. ლაგუნა ვერეს მდებარე ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, ვინაიდან აქ საკმაოდ რთული კვანძია და გადაადგილება განსაკუთრებით პიკის საათებში თითქმის პარალიზებულია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელების და ზუსტად ამიტომ ერთი ზოლი ემატება და დარეგულირდება მოძრაობა პროექტის დასრულების შემდეგ შუქნიშნებით. ადაპტირებული იქნება ტერიტორია შეშინო პირებისთვის, უსაფრთხოების კუნძულები გაკეთდება.
წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოეს. გამარჯვებულები გამოვლინეს 5 ნომინაციაში. წლის პროექტად 7-7-ზე ფეხბურთი დასახელდა. წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აიღო. საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი გიგა უჩხიკიძეა. ბირთვის მკვლელმა ოლიმპიადა ოქროს მედლით და მსოფლიო რეკორდით დაასრულა. წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საუკეთესო ქალი პარასპორტსმენის ტიტული 2024 წლის. ეს ყველაფერი მაძლევს მოტივაციას, რომ გავაკეთო უფრო მეტი ვიშრომო, უფრო მეტი ვიბრძოლო და მომავალში უფრო მეტად ვამაყო, ასე ვთქვათ, საქართველოს. 2024 წელს დაახლოებით 185 სპორტსმენი გვყავდა წარმატებული, რომელმაც საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და ჰქონდათ ძალიან მაღალი შედეგები. ჩვენ მილიონ ლარამდე გამოვყავით მათი წახალისებისთვის. გარდა ამისა, სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად მოხდა ჟურნალისტების მიერ წარმატებული სპორტსმენების შერჩევა, დავაჯილდოვეთ ასევე და მინდა მათ მომავალში წარმატებები უსურვო. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას და მის მეს ბატონ კახი კალაძეს იმისთვის, რომ თბილისელი სპორტსმენებისთვის ბოლო 6 წელია უკვე ესეთი დაფასება ხდება და მათი გამარჯვებები ამ კუთხით ფასდება. ეს მნიშვნელოვანია სპორტსმენების მოტივაციისთვის. მე თითოეულ სპორტსმენს მინდა მიულოცო და ამავე დროს მადლობა გადაუხადო წარმატებული 2024 წლისთვის და მინდა უსურვო, რომ ისეთივე წარმატებული ყოფილი იყოს 2025 წელი და გამარჯვებებით დაბრუნებული იყვნენ გამარჯვებით სავსე ქალაქში. განზეროუსის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. პორტალი გახსნილია. ცნობილი როკ-ბენდის კონცერტი 30 მაისს გაიმართება. ჯგუფი მსმენელის წინაშე ციცინათელას პარკში წარსდგება. გურია მთავარ როლში, ეს არის წელს Starring Georgia's კამპანიის სლოგანი. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად 6 საათამდე. დროებით.